ხთა ამავე პიროვნების საქველმოქმედო ფონდია. თუმცა დროების ჟურნალისტურმა გამოძიებამ გვიჩვენა, რომ ეს რგოლი ჩვენი მომდევნო სიუჟეტის შემდეგ თავად რუსთავი 2-ის თანამშრომლებმაც მშობლიურად შეიძლება მოიხსენიონ. წინა კვირას ტელემაყურებელმა დროებიდან შეიტყო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალი მფლობელის შესახებ. მართალია ერთი დღის დაგვიანებით, მაგრამ მაინც ამ არხის ხელმძღვანელობამ ფაქტი აღიარა და იმედი მომხდარის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. თუ ბატონი დავარაშვილის კომენტარი თავისავე არხზე საკმაოდ ზომიერი იყო, იგივეს თქმა მომდევნო დღეებში მის მიერ პრესაში გაკეთებული შეფასებების კორექტულობაზე ნამდვილად გაგვიჭირდება. ასეა თუ ისე სრული სიმართლე რუსთავი 2-ის გარშემო მომხდარ გარიგებაზე ჯერ არც ჩვენ გვითქვამს და არც თავად ამ არხს. დღეს კვლავ პირველად დროებაში გაიგებთ, ვინ არის რუსთავი 2-ის აქციების საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელი, კომპანიის დამფუძნებელი და რა კავშირი აქვს მას, რაც არ უნდა თქვენთვის გასაოცარი იყოს, ბადრი პატრაკაციშვილთან, იმ ბადრისთან, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით ამავე არხზე უკვე ერთი კვირა დაუღალავად რეალებს. ტაჩიგრძელიშვილის მოკვლევის შედეგები რუსთავი 2-ის ახალ მფლობელთან დაკავშირებით სიუჟეტში სათაურით ამას გვიმალავდით. სანამ მსოფლიო მედია, მათ შორის ბრიტანული BBC, ამერიკული CNN, უზბეკეთის საკაბელო ტელევიზია დუსტრიკი და ინდური გაზეთი რაჯკაპურ მაუწყებელი ლიტვინენკოს მკვლელობაში აქცენტს რუსულ კვალზე აკეთებდნენ, ქართულმა რუსთავი 2-მა კვალს საქართველოში მიაგნო. რასაკვირველია, კვალი მაქსიმალურად სკანდალური იყო. და გამოშვებას ვიწყებთ სკანდალური ინფორმაციით, რომელიც ლონდონში რუსეთის უშიშროების ყოფილი ოფიცრის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება. რა თქმა უნდა, სერიოზული ტელეკომპანია სკანდალს არგუმენტების გარეშე არ ააგორებდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ანდრეი ლუგავოის გააჩნია საქართველოს მრავალჯერადი ვიზა, მან ეს ვიზა მოიპოვა ბადრი პატრაკაციშვილის ფონდის ხელშეწყობის, სწორედ მათ მიმართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2005 წელს. კურიერის მტკიცებით მსოფლიოში რიგით მეხუთეზე საიდუმლო ატომური ლაბორატორია, რომლის გამოც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ირანს ეჭიდავება, ბადრი პატრაკაციშვილის ფონდს ჰქონია. ბუნებრივია, ფონდის საქმიანობით დროებაც დაინტერესდა. ატომური ლაბორატორია არა, მაგრამ კვლევისას ისეთი სკანდალი შევიტყოთ, რომ კოლეგა ჟურნალისტებს გაოცებისგან მიკროფონი ნაცარში ჩაუვარდებათ. ამ ყუთებში მსოფლიოს ასაფეთქებლად გამზადებული ატომური კონტეინერები ნამდვილად არ აწყვია. მიუსაფარი ბავშვებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებაა, რაც პატრაკაციშვილის ფონდის ძირითად საქმიანობას შეადგენს. ეს ახალგაზრდა კაცი კი ფონდის პრესმდივანია. ბიძინა ნიჟარაძეს დახმარება ბავშვთა სახლებისთვის საქართველოს სხვადასხვა რაიონებში პირადად ჩააქვს ხოლმე. გულისხმიერებისა და ყურადღების გამო ბიძინა ნიჟარაძე ყველა ბავშვთა სახლის სასურველი სტუმარია. პატრაკაციშვილის ფონდის ნობაც და მის პრესმდივანს მიუსაფარი ბავშვები ასე ხვდებიან ხოლმე. საინტერესოა, როგორი ღონისძიებები დახვდებიან ბიძინას რუსთავი 2-სა და მზეში, რადგან სამეწარმეო რეესტრიდან გაკეთებული ამ ამონაწერის მიხედვით ბადრი პატრაკაციშვილის ფონდის თანამშრომელი ბიძინა ნიჟარაძე კომპანია გეოტრანსის დამფუძნებელია. როგორც ბიზნეს კურიერმა დროების შემდეგ გვამცნო, კომპანია გეოტრანსი რუსთავი 2-ის მფლობელი გახდა. 5% კომპანია გეოტრანსი, რომელიც რუსთავი 2-ში ქიბარ ხავლას ჩაენაცვლა, ამჟამად 78% ფლობს, თუმცა დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად შესაძლოა ნაწილი გაასვისოს. ტელეძამყანო გვერდით ოთახიდან სახელდახელო ჩართულ დირექტორს თავისი გულის ტკივილიც გაუზიარა. მაგრამ მოხდა ისე, რომ იმედი ჟურნალისტებმა ინფორმაციის ნაწილი გაიგეს და არასწორად თავისი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს. ხომ არ შეუშლის ეს ამ პროცესს ხელს და დაგეგმილ, თქვათ, ახალი წლის პერიოდს ხომ არ გადაცდება ჰოლდინგის შექმნა. როგორც ჩვენი სიახლეების შესახებ სულსწრაფობა ჩვენს კონკურენტებს უფრო რაზლია, მაგრამ ეგ არაფერი ეს ნამდვილად არ შეუშლის ხელს ჩვენ ბიზნესს, ჩვენს გეგმებს. ეს პროცესი საკმაოდ კარგად თუ რუსთავი 2-ში პატრონის გამოცვლის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, გამოდის, რომ კურიერი მსოფლიო მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობაზე კითხვებს საკუთარ მფლობელთან დაკავშირებით სვამს. რადგან აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიძინა ნიჟარაძე დღემდე პატრაკაციშვილის ფონდის პრესმდივნოდაც რჩება. მოკლედ, როგორც კახეთში იტყვიან, ვისი რადიო, ვის ტელევიზიაშია, ძნელი გასაგებია. თავად დავარაშვილის უფროსის უფროსი, ანუ პატრაკაციშვილის ფონდის დირექტორი პაატა ჩახნაშვილი ერდროს ეროსიკი ძმარიშვილთან ერთად რუსთავი 2-ის სათავეებთან იდგა. ამბობს, რომ მაგიური წლების შემდეგ ისევ მასთან შეიკრა. ხელქვეითსა და რუსთავი 2-ის ახალ მფლობელს დადებითად ახასიათებს. დროს აუცილებლად გამონახავს და გვერდით ოთახში მჯდომი ტელემაგნატისთვის რჩევებს არ დაიშურებს. ბიძინა ძალიან კარგი თანამშრომელია, კარგი ადამიანია. ჩვენ ფონდში უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. რჩევას ნამდვილად არ დავზარდები, მით უმეტეს ბიძინას, რომელთანაც მე მეგობრობის მეტი არაფერი არ მაკავშირებს და მეორეც ერთი
რაღაცნაირად თითქოს ისეთი ის არის მისტიკასთან აქვს საქმე, იმიტომ რომ ოდესღაც როცა რუსთავი ორი იბადებოდა, მე ვიყავი ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ამ საქმეში სერიოზული წვლილი მიუძღვის და ახლაც აღმოჩნდა რომ ისევ ჩემთან დაბრუნდა თუ რა არის. თავად ბიძინა ნიჟარაძემ გეოტრანსთან და რუსთავი ორთან კავშირი არ უარყო და სასაუბროდ მეორე დღისთვის დაგვიბარა. გეოტრანსთან დაკავშირებით გვაინტერესებს. მივხვდი რა, გაინტერესებს. იმით შეხმიანდეთ რა. ამ რუსთავი ორთან დაკავშირებით ალბათ რაღაც გეგმები გექნებათ? აი, ყველაფერს გევლაპარაკოთ, როცა ველაპარაკოთ, როცა ერთმანეთს შევხვდეთ. კეთილი, დილი დაგირეკავთ. როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე დღეს ამ მომენტისათვის აბონენტი მიუწვდომელია. დარეკეთ მოგვიანებით. ამგვარად გაურკვეველი დარჩა როგორ მოახერხა თუნდაც პატარა კაციშვილის ფონდის, მაგრამ მაინც რიგითმა თანამშრომელმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის აქტივის მქონე ტელეკომპანიების შეძენა. მით უმეტეს რომ რუსთავი ორის ხელმძღვანელობა ბიძინა ნიჟარაძის ინვესტიციებზე ძალიან დიდი მედებს ამყარებს. პრინციპში ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია, ეს სამი არხი ერთიანდება და ჩვენ ვიქნებით ნამდვილად ერთი საკმაოდ ძლიერი და ალბათ ჯერ ქართულ ბაზარზე არნახული მედია ჰოლდინგი. თუ არასრულ ინფორმაციას იმედი ფლობს და არა რუსთავი, სარეკლამო კროსის ჩემპიონის ოპტიმიზმი ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან შენობაში, სადაც გეოტრანს იურიდიული მისამართი აქვს, მისი აბრაც არ კიდია. არანაკლები ანომალიაა ფაქტობრივ მისამართიც. გეოტრანს ოფისისთვის პატარა ოთახი ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში. ანუ იმ შენობაში აქვს დაქირავებული, სადაც რამდენიმე მილიონად სამსართულზე განთავსებული რუსთავი ორი შეიძინა. ტელეფონი გამორთულია, სავარაუდოდ დავალიანების გამო. ოპერატორი 115 რიჩემზია გამოსახულება. გამარჯობათ, კომპანია გეოტრანსის მისამართი მაინტერესებს ან დამფუძნებელი? ტელეფონი აქვს მოხსნილი ბატონო. რა მისამართზე ირიცხება? მისამართზე ირიცხება ვაჟა-ფშაველას გამზირი 45. ასე რომ სიუჟეტის ნახვის შემდეგ ნათესავი ბიძინას ფულს ტყუილად დაესესხებია. საქმე არა ოსტატ ბენდერისეულ ფარული მილიონერის სინდრომთან, არამედ ქართულ ტელესივრცეში არსებულ მწარე რეალობასთან გვაქვს. თავდაცვის სამინისტროდან წასვლის შემდეგ ოქროაშვილს მიკროფონი ცუდად რომ არ ეთამაშა, მისი მეგობარი ქიბარ ხალო связь с Березовским. 16,113,652 ლარი მიღებული. დიმიტრი ქიტოშვილს რუსთავი ორის გასაყიდად აუქციონი არ გაუმართავს. როგორც ჩანს 17 ნოემბრის საღამოს მოულოდნელად მიღებული დავალების შესასრულებლად ბეჭდიანი ფირმის სანდო მფლობელი უშედეგოდ იმდენ ხანს ეძება, რომ ახლო მეგობრის ბიძინა ნიჟარაძის ნახვისას მისი სამუშაო ადგილი არც გახსენებია. დროებასთან საუბარში გულდაწყვეტილი არც ქიბარ ხალვაში ჩანდა. საქმის მცოდნე ბიზნესმენი ეკონომიურად და უკვე პოლიტიკურად წამგებიანი საქმის მოშორებაზე ალბათ თვითონაც ფიქრობდა. ჩაწერა გვინდა თქვენი პროსტად რომ გითხრათ. არა. აი ამ რუსთავი ორის გასხვისებასთან დაკავშირებით. არა. გეოტრანსთან დაკავშირებით. არა. ვერანაირად ვერ მოახერხებთ ესე იგი. არა. კაიდოჩი. თან საინტერესოდო ხარ, კარგად ჟურნალისტი ხარ, არა, სული მართლაც საუბრის რა. დავნედიოდი, კარგად ვიყავი. ხოთენოზე. კარგია, კარგად. ისტორიული გარიგება ძლევამოსილი მედია მაგნეტის შექმნაზე ამგვარად შედგა. იმის გარკვევა კი ატომურ ლაბორატორიას, რომლის პროდუქტითაც ლიტვინენკო მოწამლეს, ნიჟარაძე პატარა კაციშვილის ფონდში დატოვებს რუსთავი ორის ოფისში გადაიტანს, თავად რუსთავი ორის ჟურნალისტებისთვის მიგვინდია.